27 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქურდობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრების საქმის გადახედვას მოითხოვენ. მსჯავრდებულის ნათესავები დღეს აჭარის პროკურატურასთან შეიკრიბნენ. დაკავებულის დედა თამარ პაპიძე აცხადებს, რომ მისი შვილი უსაფუძვლოდ დაიჭირეს. ქურდობის მუხლით დაკავებულს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა. ოჯახის წევრების ინფორმაციით პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას მოწმეებმა ცრუ ჩვენება მისცეს. განაჩენი მოგვიანებით ოჯახმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დაკავებულის ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ საქმის ფაბრიკაცია მოახდინა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. პაპიძე საქმის პროკურორისა და მოსამართლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ ღრმად იმისა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. საქმის გადახედვას ვითხოვთ ქუთაისში გვაქვს საქმე და ეს საქმე განიხილონ ყველა დეტას მოусმინონ, ყველა ლამაზად დისკია იქ აღნიშნული ყველაფერია და ყველას ლამაზად მოусმინონ, ნორმალურად გადაუხდნენ, გაითვალისწინონ ყველაფერი. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გიორგი პაპიძე უკანონო დამნაშავედ. დღეისათვის გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ვიმედოვნებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ობიექტურად განახორციელებს მართლმსაჯულებას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. დღეს შეიკრიბა მსჯავრდებულის ოჯახის წევრები, ახლონათესავები და მეზობლები, ანუ პროკურორის და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის უკანონო ქმედებების გასაპროტესტებლად და ითხოვენ, რომ დასჯილი იქნას პროკურორი და საქმის გამომძიებელი.